შენ წავიდეთ აქედან იქ აქაურ გარემოს ღრმა დააქვს იქ სადაც ანიბანი იქ სადაც დირი დარი დური დირი დარი დური დირი დარი დურია შენ წავიდეთ აქედან იქ აქაურ გარემოს ღრმა დააქვს საღამოშვიდობისა პატივცემულო ტელემაყურებლებო დიდი მადლობა რომ ხართ ჩვენთან ერთად ტელეკომპანია მაესტროს ეთერში რა ვიცი რითი დავიწყო და ფიქრობ ამდენი ხანია რითი დავიწყო ჩვენ ყველანი მოვესწარით პოლიტბიუროს ხდომებს და მოვესწარით იმ ადამიანების მოსკოვში წინ და უკან სირბილს და სიარულს ვინც გამუდმებით ითხოვდნენ აქ რაღაც ცვლილებებს და აგროვებდნენ კომპრომატებს ზუსტად ესე დაინიშნა ბატონი ედუარდ შევარდნაძე იმიტომ რომ კომპრომატები ჩაიტანა იქ მოსკოვში ჟავანაძის ცოლზე, ოჯახზე ჩაიტანა კომპრომატები და იქ მოხდა გარდატეხა მაშინ საქართველოში, იმიტომ რომ თქვენ გახსოვთ, ვისაც ახსოვს, რა თქმა უნდა და იმ წლოვანებაშია, რა ერთადერთი 60-იანი წლები იყო საქართველოში, თუ იყო ყველაზე ისეთი ნეგატიურთან ბრძოლა. ხო და ეს სიტუაცია მეორდება დღესაც. არსად არ წასულა ეს შემართება, რომ საკუთარ ქვეყანას ზურგში დანა ჩაარტყან, არიან ამ ქვეყანაში ადამიანები, ვინც ვერაფრით ვერ ეგუებიან ხელისუფლებას და გონიათ რომ ეს მარტო ხელისუფლებას ებრძვიან. ამ დროს ებრძვიან თავის ქვეყანას, თავის ხალხს, თავიანთ იმიტომ რომ ჩვენ ყველამ ძალიან კარგად ვიცით რომ რაც მოხდა და როგორც მოხდა როგორ დამარცხდნენ ისინი არჩევნებში, როგორ 4 დღე გაჩუმებულები იყვნენ და შემდეგ იქიდან მოვიდა ბრძანება და როგორ დაიწყეს შემდეგ ეს ყველაფერი რაც დაიწყეს და საბოლოო ჯამში ვერ წხვდებიან იმას ალბათ როგორ ძალიან დიდ ზიანს აყენებენ ისინი თავიანთ ქვეყანას თუ მათი ქვეყანა ქვია და რაღაც ახალგაზრდების გარკვეული ნაწილი შეიყვანეს შეცდომაში და ეს ამით მინდოდა ზუსტად დამეწყო გოგასთან ერთად ხაინდრავო იქნება დღეს ჩემი სტუმარი როგორ ისხდნენ ეს ყოფილი ნაციონალური მოძრაობის წევრები ერთად 4 პარტიად გაერთიანებულები და თუ შეიძლება თქვათ ვანახოთ ეს სურათი რომ 4-ვე მათგანი ნაციონალური მოძრაობის ყოფილი წევრია თუ გვაქვს ეს სურათი მზად იქნებ ვანახოთ ეს სურათი აი ზურაბ ჭიავერაშვილი ნაციონალური მოძრაობა ქალბატონი სალომე სამადაშვილი ეს ვაშაძე პატივცემული და აგერ გირჩი ზურა ჯაფარიძე 4-ვე ადამიანი 4 პარტიიდან არის ნაციონალური მოძრაობის წევრი აი ესე და კიდე ბევრნი იყვნენ იქ ნაციონალური მოძრაობის წევრები თუ მიკედლებულები აი ესეც როგორ უხარიათ რომ თურმე აი თავიანთი ქვეყანა გამოვიდა და დატოვა ეს ევროსაბჭოს ანსამბლეა სანამ სამართალი არ იქნება კესკესეპას ხო სამართალი პურს არ შეჭამს მოკლედ და ყველა ნორმალურ ადამიანს სიამაყის გზნობა გაუჩნდა ქალბატონი თეატრულკიანის მისამართით გაკეთებული განცხადების შესახებ რამე თუ ჩვენ მართლები ვართ ვიცით რომ მართლები ვართ ვიცით რომ არჩევნები წააგეს მათ და ეჭიდებიან ხავს რომ რაღაცნაირად თავიანთი გარე პატრონების მეშვეობით გადაირჩინონ სიტუაცია თუმცა ეს უშედეგოა იმიტომ რომ მატარებელი ვერ გაჩერდება მატარებელი მიდის
და არავის არ აქვს უფლება იმისი, რომ კარგად თქვა ქალბატონმა თეატრულუკიანმა, რომ საქართველოს არ არის სათამაშო, რომ რაღაც დათქმებით ჩვენ ისედაც ძალიან ბევრი სისხლი გვაქვს გაღებული მაგათ მისიებში, ნატოს მისიებში ძალიან ბევრი ახალგაზრდა ადამიანი ყავს დაკარგული, დაჭრილი, ხეიბარი, ასე რომ ვერ დავთმობთ იმას, რაც არ არის დასათმობი და ვერც ერთი ნაბიჯით უკან ვერ დავიხევთ, იმიტომ რომ ეს არ არის მარტო ქართული ოცნების ქვეყანა, ეს არის მთლიანად ქვეყანა იმ 1,200,000 ადამიანისაც, მათ შორის, რომლებიც აკვირდებიან ამ პროცესებს და არავითარ შემთხვევაში არ მისცემენ ხელისუფლებას იმის უფლებას, რომ რაღაც უკან დაიხიოს, თუნდაც ნახევარი ნაბიჯით მაინც და ის არ გავიტანოთ ჩვენი, რაც გვეკუთვნის და რაც სიმართლეა და რაც მართალია. თუ არ არის სიმართლე, მაშინ დაიდოს ფაქტები და ვიმსჯელოთ ამასთან დაკავშირებით. რა სიტყვი გოგა შენ ყველაფერს და ამასთან, რასაც უყურებდი შენ ჩვენ ყველანი ერთად ტელევიზიით და რასაც ვადევნებდით თვალყურს და რა პრინციპში ყველა კუთხე კუნჭულიდან, ყველა იმ შესასვლელებიდან, რასაც შესასვლელებიც ევროსაბჭოს ახასიათებს, ყველგან ესენი იყვნენ, ყველგან ლაპარაკი მიდიოდა იმაზე, თუ როგორ უნდა დაეჩაგრათ საქართველო. მათ გონიათ, რომ ისინი რაღაცნაირად ჩაგრავენ ხელისუფლებას, არა და პირიქით ადამიანები იჩაგრებიან, ის ადამიანები, რომლებიც უყურებენ ამ ყველაფერს და ბოღმაზე გული უსკდებათ, იმიტომ რომ სიმართლე მერხელ და სამუდამოდ უნდა გაიმარჯვოს ამ ქვეყანაში და ვისაც ჩვენთან თანამშრომლობა უნდა იყოს იმ პრიორიტეტებით განსაზღვრული ეს თანამშრომლობა, სამართალზე დაფუძნებული თანამშრომლობა, რაც ჩვენ გვინდოდა ყველაზე უფრო ამ სტრუქტურაში წევრიანდებოდით და ეხლა მოვიდა ეს დრო, რომ პრინციპში აქ ყველაფერი სიყალბეა, ყველაფერი ტყუილია. ნახეთ ეს ჩვენი საკუთარი თვალებით და აი ამასთან დაკავშირებით მინდა და გვესაუბრა და გავაკეთებინა კომენტარები. სიამოვნებით. პირველ რიგში მინდა ვთქვა, რომ მაგათ პატრონებს აღარ ყავთ პატრონი უკვე ისე დრეში არიანი ხა, ხო? სრულიად დეგრადირებული ბიუროკრატია ევროპის. ეხლა შენ წარმოგიდგენია ევროკავშირში რა ხდება, როდესაც 550 დეპუტატი ხელს ისეწევს, რომ არც კითხულობს დოკუმენტში რა წერია, აი შენს კარგად დაიწყე საბჭოთა კავშირი და პოლიტბიუროთი. ეგ არის პოლიტბიურო რა და ეხლა პოლიტბიუროს დუბ შემადგენლობა ეს ევროსაბჭო ჯერ ვის დაკარგვია, რისი საბჭოა და რას წარმოადგენს და რას მართავს და რისთვის არის კაცმა არ იცის. ლაილაის ადგილია რა. ნუ იქ რაღაცა აზრთა გაცვლა გამოსვლა ხდებოდა იმ საბჭოში და ეხლა საბჭო საპარლამენტო ასამბლეა რაღა იქნება ხო წარმოგიდგენია, ხო? ესე იგი, იმის უნარიც კი აღარა აქვთ, რომ რაიმე ასე თუ ისე არგუმენტირებულად დაასაბუთონ, ხო? აი მაგალითად ევროკავშირმა გაუჩერა დიპლომატიური პასპორტები საქართველოს წარმომადგენლობას, ხო? აი ვისაც დიპლომატიური პასპორტები აქვს. და საფუძვლად იფიქრეს და ჩაწერეს ორი კანონი, რომ აი ამის გამო ვაკეთებთო. ერთი არის გამჭვირვალეობის კანონი, მეორე არის ოჯახური ღირებულებების. აი ამის გამო, რომ ეს კანონი მიიღეთო, ამის გამო გიჩერებთ პასპორტებს და ეს კანონი შარშან მივიღეთ. და წელს რატომ იჩერებ? თუ გასაჩერებელი იყო, ესე იგი ჯერ გააჩერეს. მერე იფიქრეს, რატო გავაჩერეთ? ეხლა ეთქვათ, რომ არჩევნები გაყალბდა, ხო, ნუ არ გამოდის, იმიტომ რომ როდესაც 800,000 ხმა არის განსხვავება პირველ ადგილსა და მეორე ადგილს შორის. ეხლა წარმოუდგენელია, ხო, რომ თქვა, რომ იქ არჩევნები გაყალბდა, ისედაც ყველამ კარგად იცის, რომ ელექტრონული წესით იყო 90%, 10% იყო მარტო და ის 2 თუ 3 შემთხვევა, რომელიც იყო, მაგის გულისთვის ის ხალხი დაპატიმრებულია და მე დარწმუნებული ვარ, რომ ნაციონალური მოძრაობის წარმომადგენლები იყვნენ, ვინც აი ფეხით რო ტენიდნენ იმეებს და 5 კამერა რო უღებდა. ხედავდნენ, რომ 5 კამერა უღებს და მაინც ტენიდნენ შიგნით იმას. ეხლა ეს სალომე სამადაშვილმა ჭიაბერაშვილს მოუყვეს რა და იქნება ერთ რაღაცას შეთანხმდებიან ამ სიმართლეზე. ქართული საზოგადოება ამ სიმართლეს არ მიიღებს. ამ სიმართლეს ვერ ღებულობს ვერც ევროპული საზოგადოება, მაგრამ იმდენად არის გახცნილი, იმდენად არის კორუფციაში ჩაფლული, იმდენად არის გაუბედურებული და ღირსება დაკარგული, აღარ ვლაპარაკობ ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეაზე, ვაფშე რა დაწესებულება არ ვიცი ან რა გვინდა იქ, საერთოდ რა გვინდა იქ.
ისევე როგორც ვაფშე კითხვის ნიშანი დგება, რისთვის გვინდოდა ჩვენ ევროპის ნაწილი ვართ, ეს არაერთხელ გვილაპარაკია. ჩვენ ევროპაში ნორვეგიის მისაღები ევროპაში არა ვართ რა. და მით უმეტეს არც იმის. პრიბალტიკის რა. ბალტიისპირეთის. ხო, ჩვენ ევროპის ნაწილი ვართ იმთავითვე. რამაც წარმოშვა ევროპა, იმის ფუძემდებლები ვართ ერთ-ერთი. ანუ შენ რო ამბობ, რომ ჩვენ სიმართლეს ვეზიარეთ 2000 წლის წინ და იმის მერე ამ სიმართლისთვის არ გვიღალატია, იმიტომ მოვაღწიეთ დღევანდელ დღემდე. და ვინც უღალატა ამას, ხო? აი მე წაგიკითხავ მე ამასთან დაკავშირებით ერთ საინტერესო ციტატა მაქვს, ხო? ვინც უღალატა ის გაქრა რომი, გაქრა ბიზანტია, იმიტომ რომ სიმართლეს უღალატეს. და ჩვენ არ გავქრალვართ. აი ესეთი ერი პატარა, რატო? იმიტომ რომ არ გვიღალატია. შეიძლება პირად ცხოვრებაში ბევრი რამე ხო, მაგრამ ვერც გავიზარდე და ფეხზე ვერ დავდექი, მეხუთე კოლონა, აი რომელიც სურათი აჩვენე, აი ეხლა ხო? ვის ატყუებენ ესენი? იქ ვინც დგანან იმაში, რა ქვია, ამ ესენი მცველები რო არიან ევროპული გზის, ხო? მაგრამ ის გზასადმინის მერე ცალკე ვილაპარაკოთ. ვის ატყუებენ? თავს იტყუებენ? ჩვენ გვატყუებთ, ჩვენ ვერ მოგვატყუებენ. იმიტომ საკითხი რო დგება, რომ ჩვენ ახალ არჩევნებს ვირჩევთ. ვითხოვთ ახალი არჩევნები და ახალი არჩევნები ეს ნიშნავს, რომ ქართული ოცნება უნდა წავიდეს. ეგ მოთხოვნაა, თორე ის კი არა, არჩევნები იყო და წააგეს. თან როგორ წააგეს? იცი 800.000 ხმით წააგეს. 800.000 ხმა წარმოგიდგენია განსხვავება პირველ და მეორე ადგილს შორის, ხო? ესე იგი რაზეა ლაპარაკი? ესე იგი ეს არ არის, ესე იგი შენ რა გინდა? შენ გინდა რომ ნაციონალები მოვიდნენ უკან, ხო? 4 პარტიად გაყოფილები, ჩვენ ნაცები, ჩვენ გვინდა ის და ეს 4-ვე პარტია აგერ იყო სურათი. ჭიაბერაშვილი, სალომე სამადაშვილი, კიკო ვაშაძე და გირჩი შარვალ ჩახდილი. სამივე ლიდერი, სამარცხვინო ადამიანები, ხო? ეს სალომე სამადაშვილი თავის დღევანდელ ლიდერს კომკავშირის დივანს და მიწაში დებდა, რომ მაგას როგორ გავახარებთ, ეს მართალს იძახდა, იმიტომ რომ კომკავშირის დივანია და რადიონოვის გვერდზე იდგა. მე და შენ რო აქეთ ვიდექი 9 აპრილს იხსენებენ და ადარებენ აქ რაც ხდებოდა 9 აპრილს. 9 აპრილი მე გადავიღე და მე გაჩვენებთ კასეტას უყველას რა ხდებოდა იქა. 9 აპრილს აი ამ სადამსჯელო რუსულმა ჯარმა, ამ ოკუპანტების ჯარმა ადგილი დატოვა დემონსტრანტების გასასვლელზე და 7 ნოემბერს ადგილი არ დაგვიტოვეს. არც 26 მაისს. ყველა მხრიდან ჩაკვეჭეს და ჩაგუახშეს იქა რა. აი ეს არის ნაციონალური მოძრაობა, რომელსაც აი ეს მცველები ევროპული გზის მცველები რო დგანან ეხლა იქ 3000 კაცი რო დადის იქით-აქეთ მონაცვლეობით, ხან პროქტოლოგები არიან, ხან გინეკოლოგები არიან, ხან ლიტერატორები არიან, ხან ხელოვანები არიან. გაიგე? ლანა ღოღობერიძე ევროპულ გზას იცავს შენგან და ჩემგან. ის არის ევროპელი და მე და შენ ვართ პრორუსები, რომელიც საბჭოთა კავშირის იმისი სახელმწიფო ორდენოსანი თუ ვინმე მთავრობა იყო ყველა მთავრობის ერთ-ერთ ადგილში შემძვრალი ნაციონალური მოძრაობა ის შევარდნაძეს რა ერქვა იმას პირველი პარტია რო ქონდათ ის მოქალაქეთა კავშირი თუ რამე იყო ხო აღარაფერს აღარ ვლაპარაკობ ენას კბილი დააჭიროს ლევან ღოღობერიძე შვილმა რუსეთზე და საქართველოზე და ეროვნულობაზე და ქართულ ღირსებაზე ენას კბილი დააჭიროს მამამისი აი ამ ეროვნულ მოღვაწეებს თავისი ხელით ხრიტავდა და ბოლო-ბოლო მათქმეინა ის თავისი ხელით ხრიტავდა ჯერ ნახევარი საქართველო დახრიტა და მერე ნახევარი აზერბაიჯანი იქ რო წავიდა ჩეკას წარმომადგენლად და ენას კბილი დააჭიროს ისევე როგორც ნანა ჯორჯაძემ ხელოვანები ისაა გადაღებული 2019 წელს Я люблю тебя Москва და ეხლა გამოდის და იცავს საქართველოს ჩვენგან Москва უყვარს 2019 წელს რუსეთიდან რუბლებით მოდის და მე აქ ჩამოდის და ჩვენგან იცავს ევროპულ გზას სამარცხვინოები ესენი ისევე როგორც იქ ვინც დგანან ვის ატყუებთ თქვენ რა არიცით რა ხდება არიცით ვის იცავთ თვითორგანიზებულები არიან ხო წარმოგიდგენია თვითორგანიზებულები გაუთავებელი მარშები იქ უკან დგანან ჯაფარიძე ხაზარაძე ეს თაღლითები ესენი გაძარცული აქვს საქართველოს ხო თავმოყარეობა ხო უნდა გქონდეთ მე მელაპარაკებიან ჩვენ გველაპარაკებიან პოლიტპატიმრები ყოფილან 50 პოლიტპატიმარი ანდროპოვის დროს საბჭოთა კავშირში არ იყო
საქართველოში რა ვინ პოლიტპატიმრებზე მელაპარაკებიან. ყველაფერი ფარსად აქციეს, ყველაფერი, მაგრამ ეგ მიზან მიმართულად ხდება. ეგ იქიდან ხდება ეს მაკეინის სიბოროტე რო არის. ლორა ტორტონი რო ეუბნება თქვენო, ეგო მოძალადეაო. სექსუალური მოძალადე და კრიმინალიაო. ხელს როგორ ეფერებით მაგათო. ლორა ტორტონი. ეს ბოროტების გველი ესა, ხო? მაგათი დაწერილი იმეებით მოქმედებენ. თვითორგანიზებულები და გამოვლენეს თვითორგანიზებულები და 9 მილიონის პლაკატები უჭირავთ ხელში. როგორ ორგანიზდებიან ერთი ეგრე მითხარი? მე და შენ 7 წელიწადი ქუჩაში დავდიოდით, ხო? ორგანიზება როგორ უნდა იმეების, მიტინგების და იმეების, მარშების და რამე ძალიან კარგად რომელ თვითორგანიზებულ ვის ატყუებთ? ვის ატყუებენ, ვის? ის ახალგაზრდები ახალგაზრდებით განან. მე გინდა ახალგაზრდები იყონ. რა მნიშვნელობაა ტყვილში თუ დგას? და უბედურებაში თუ დგას, ხო? რა მნიშვნელობა აქვს ის ახალგაზრდა? მით უმეტეს თქვენ მოგეკითხებათ უფრო მეტად, რომ იმ ახალგაზრდებს აყენებთ. მაგრამ ძალიან კარგად იცია რაში დგანა. ჩემი პუჩუ ჩემია. და პლაკატი ქონდა რა. არა, ბიჭო, უხმარ კაცებს დაგითმობთ ამ ქვეყანასო, აგერ ჩემ ფილმშია. გოგოს უჭირავს ხელში პლაკატი რუსთაველზე. რომ უხმარ კაცებს დაგეთმობთ ამ ქვეყანას დედის თქვენისამო. ასე ხარ ვისთანა გვაქვს საქმე? და ამათ უკან ვინ დგანან? რა ძალებით დგანან ამათ უკან? სიცრუე და სიცრუე, აბსოლუტური რა. აი ეხა მინდა წაგიკითხო რა. მოვითხოვ თქვენგან სამართლიანობას, რომელსაც მოვითხოვს გონება. ჩვენ არაფერს მოვითხოვთ. ჩვენ წინააღმდეგ იძიებენ და მთელი სიმკაცრით იყოს გამოძიებული და საფუძვლიანად. დაგვსაჯონ, როგორც წესია, მთელი სიმკაცრით თუ იქნება სიმართლე. ოღონდ, მაგრამ თუ კი ისინი უსაფუძვლოა და დაუდასტურებელი, მაშინ ჯანსაღი აზრი არ დაუშვებს, რომ შეურაცხყოთ უდანაშაულო ხალხი. აი ეს არის განცხადება წმინდა იუსტინიანეს, რომელიც უწერს ანტონიუს პიუსს. რომის დროს ქრისტიანების დევნა რო იყო. დაგვსაჯეთ თუ სამართლიანი თორე უსამართლო თუ არისო, ჩვენ ამას არ მივიღებთ და დაინგრა რომი. იმიტომ რომ უსამართლო იყო. აი ესე ინგრევა ეხლა ეს ევროპა ამათი. უსამართლო ევროპა, გაღწნილი ევროპა, ოღონდ ბიუროკრატიული ევროპა, არა ხალხები და ადამიანები. კავშირები. 64 დღე ულევი პროტესტი. პროტესტები იქით ნახე რა ხდება. საფრანგეთში ნახე, გერმანიაში, აგერ გუშინ წინ იყო, გამოვიდა რამ 50,000 კაცი იდგა ქუჩაში და რა? 0, 0, არაფერი. საფრანგეთში 3 თვე ნახევარი ყვითელი ჟილეტები, 12,000 კაცი დაიჭირეს და გაასამართლეს. ერთიზე ვინმე თქვა, რომ პოლიტიკური პატიმრები არიანო, თუ იმათ დეიდაშვილები, ნათესავები, ახლობლები, მეგობრები, ვიღაცეები, აი გაერთიანების წევრები არ იყვნენ, არც ერთს არ უკადრია და არ უთქვია რომ პოლიტპატიმრი, იმიტომ რომ კანონი დაარღვიეს. კი ბატონო, მაგათკენ არიან, მაგრამ ამას არ იძახიან. პოლიტიკური პატიმრის ცნებაც არიციან. არა, ბიჭო, პოლიტიკური პატიმარი ეს იქიდან მოდის, ყველაფერი კარგად იციან, ეხლა შენ წარმოიდგინე რა, სადამდე უნდა დაეცერო, მერაბ კოსტავა იყო სინდისის პატიმარი და მზია ამაღლობელი, რომელმაც ხელი გაარტყა პოლიციის უფროს და იქ არანაირი თქვათ, მისი საქმიანობა არ ხდებოდა. იქ იყო პოლიტიკური აქცია, ეგ არის პოლიტიკური აგიტატორი, ნაციონალური მოძრაობის მთელი ეს წლების ნეტგაზეთი და ბათუმელები, თუ რამე გაღწნილობა იყო, ყველაფერი იქ იბეჭდებოდა. თუ რამე ტყვილი იყო, ყველაფერი იქ იბეჭდებოდა. ტყვილის მსახურმა ხელი დაარტყა პოლიციის უფროს მთელი საზოგადოების დასანახად და იმის განთავისუფლებას ითხოვს ესტონეთი, ითხოვს იქ ვიღაც ბელგიეთი, მელგიეთი თუ უკული ერთი და უსარე. როგორ თქვენ ნორმალ რა გინდათ რომ ჩამოაქციოთ გინდათ, ხო? ჩამოაქციოთ გინდათ ეს ქვეყანა. იმიტომ რომ პოლიცია თუ ჩამოაქციეთ, კანონი თუ ჩამოაქციეთ, სამართალი თუ ჩამოაქციეთ, ქვეყანა ჩამოიქცეოდა. ეგ უნდა ლორა ტორტონს. ამას აკეთებინებენ აი ამ 4 ნაციონალს, იქ რო დგანან სხვადასხვა ფერები რო აქვს ჩაცმული. ლელო რო გახდა ეს, სალომე სამადაშვილი და კომკავშირის დივანი რო ყავს, რომელსაც მიწაში დებდა. სულ ახლახან დააგერა მაქვს რა, მისი მიწაში ჩადება. ეხლა ის კარგი გახდა. მცველია ევროპული გზის, გაიგე შენ? ხო წარმოგიდგენია ვაფშე ვისთანა გვაქვს საქმე?
ვისთანა გვაქვს საქმე წარმოგიდგენია და ამათი დამცველებით განანიქა 64 დღეა. მე და შენ 100 დღე ვიდექით რუსთაველზე, არა მარტო რუსთაველზე. საკნებით ქონდა გადაკეტილი იმის იმ ტელევიზიის საზმაოსთან რუსთაველი სასახლე იმისი, რა ქვია, პრეზიდენტის სასახლე, უშიშროება და რამე 100 დღე და რა? არაფერი. 0, 0, ხო? იდგნენ, მიდიან, მოდიან. მიდიან, იდგნენ, მოწონთ იქ დგომა იდგნენ და რა მერე? მერე რა რო დგანან? და იქ კივილი არის რომ თავისუფლებისთვის მებრძოლი ქართველი ხალხი. ეს ბიჭო სულ გაყიდული ფიშერი, ბიჭო. ეს მე არ ვიცი რა დავარქვა მაგას. გერმანიის ელჩად რომ მოყავ თავი, ხო? გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტრომ დაწერა რომ პრეზიდენტი არის ვინც აირჩია ქართველმა ხალხმა, ხო? ყაველაშვილი მიხეილი. ეს იძახის თავის ოფიციალურ განცხადებებში, თუ მაგას ოფიციალურად, რომ პრეზიდენტი არის სალომე სამადაშვილი. ეგ ხო პანჩურით უნდა გააგდო ამ ქვეყნიდან. ზურაბიშვილი. ხო, პანჩურით უნდა გააგდო ამ ქვეყნიდან. ეს უნამოსო, ეს სულ გაყიდული, ეს მექთამე, ეს თან როგორი დიშოვი მექთამეა. წარმოიდგინე, რომ იმას რა ქვია, ხაზარაძეს საარჩევნო კამპანიაში დაყვებოდა ბოლნიში, დმანიში. გერმანიის ელჩი, შენ წარმოგიდგენია დეგრადაცია. და რა დეგრადაცია გერმანიაში ამას ხედავთ, ხო? გაურბის ვერბოკი იმის სხდომები და პარლამენტის სხდომებიდან გარბის. ისეთ პრეტენზიებს ეუბნება ქრთამი. შეჭამე სიქაურობა, ხო? ეხლა ალტერნატივა გერმანიისთვის პარტია მეორე ადგილზეა და შეიძლება საერთოდ არჩევნები მოიგოს, რომელიც დანიშნულია და გუშინ საკითხი დააყენეს, რომ გავრიცხოთო. ევროპაში. ბუნდესტაგიდან, ხო, გავრიცხოთო, იმიტომ რომ გვიგებს. ხო? წარმოგიდგენია ლორდთა პალატის წევრი, ბიჭო. ამ პასეს ინგლისის, ბრიტანეთის იმ დელეგაციის ხელმძღვანელი გამოვიდა და თქვა ოფიციალურად აგერამაქ რა, რომ ძალიან ბევრი ფული აქვს ივანიშვილს და არა მარტო ჩამოვართვათო, არამედ ჩვენთვის უნდა გამოვიყენო. აი, მე არ ვამბობ, რომ ივანიშვილს უბრალოდ ჩვენთვის ეთქობა თავის საყვარელისთვის მანქანის ყიდვა უნდა ან ტელეფონის ახლის რაღაცა ან სამკაული. ეს ხო კოლონიზატორების თავმომავლები არიან. მაგაში საქმე თავმომავლები კი არა, ფსიქოლოგია მაგათ ეგა არ კოლონიზატორული კი ბატონო. ვინ არის ახლა ბრიტანეთის კოლონიზატორი და ვინ არის კოლონიზებული? ეს გადახედე მთავრობას ბრიტანეთის და დაინახავ. და ადმინისტრაციას, ხო? ლიდერშიპს გადახედე ბრიტანეთის და დაინახავ, ვინ არის დღეს კოლონიზატორი და ვინ არის ქვეშერდგომი კოლონიზატორების, ეს ძალიან კარგად ჩანს. ამიტომ გადასული არიან ქრთამზე. იჭერენ და იჭერენ იმაში ევროკავშირის იმაში რა ქვია ტიპებს, ვინც კატარგეიტი, მატარგეიტი და ფულები გამოაქვს ჩანთებით იქიდან. ეხლა წარმოიდგინე 6 თვის დანიშნული იყო ახალი თუ არც არის 6 თვე, ახალი თავდაცვის მინისტრი უკრაინის და იჭერენ. ის წინა ხო დაიჭირეს. და გამოდის პირდაპირ და ბილ გეიტს რა ქვია, ილონ მასკი, ეს რუბიო, ეს გამოდიან პირდაპირ მილიონობით, ასეულობით მილიონი $, აქვს მოპარული. წარმოიდგინე და განჩარენკოს აი ამ ნაძირალას განჩარენკო ეს კიდე ცალკე თემაა. ამ სამარცხვინო მოვლენა საერთოდ. აი ეგ არის სახე. დღევანდელი აი ამ ჩამყაყებული პასეს სახე არის განჩარენკო. მაგათმა ჟურნალისტმა დაწერა, რომ უკრაინის და ქართული ამ ოპოზიციის, ვითომ ეს რა ოპოზიციაა, ხო? აი ამ მეხუთე კოლონის, ხო? აი ამ ლანა ღოღობერიძეების და აი ამ ნანა ჯორჯაძეების და სალომე სამადაშვილების ერთობამ, რა. მაგათმა ერთად დაწერეს ეს რეზოლუცია და ხელი აწეას უყველამ. არც ჩაიხედეს, არც შერცხვათ. გამოვიდა ეს ღირსეული ქალი და ეუბნება ერთი ფაქტი. 4 თვე გავიდა. ერთი ფაქტი, ერთი გაყალბების, ერთი ფაქტი დაგვიდეთ. არა, არც ერთი ფაქტი არ არის. იმიტომ რომ ტყუილია. იმიტომ რომ ძალიან კარგად იციან ამერიკული კომპანია, რომელმაც ეს დაამონტაჟა, აქ იმან გააკეთა და თქვა რომ შანსი არ არის გაყალბების. ამ თვითონ იძახდნენ ამას აგერ არის, ხო? ეს სამარცხვინო ქალი ეს პარიზელი ქაჯუნა პრეზიდენტად რომ მოაქვს თავი, ხო? ის თვითონ გამოდიოდა აგერ კადრები, ხო? ამას ხო ვერსად ვერ გაექცევიან. დანახვა უნდა გინდოდეს სიმართლის და დაინახავ. ისეთი მარტივია, უმარტივესია, რომ ამით გამოდით ყველანი ამივცეთ, იმიტომ რომ ეს გვარამია ეს პროკურორი, ეს სისხლის მსმელი ესა.
აი ეგ რა მაქვს მე ხო ამბობენ წამება არა ადამიანური მოპყრობა აი ხლა მე ვაჩვენებ მაგათ ამ დღეებში რა არის იყო წამება და არა ადამიანური მოპყრობა და მე ვეუბნები მაგათ რომ მაგათი ყურებიდან მაგათი გულებიდან მაგათი გონე არასოდეს არ გავაი მეგრელი კაცის სასოწროთელი კივილი რომელსაც აწამებდნენ აი ვისაც ესენი აი ოთხნიროდ განან ხო ნაციონალური მოძრაობის სალომე სადამადაშვილი ჭიაბერაშვილი კიკო ვაშაძე და შარვალ ჩახტილი გირჩი ისინი აწამებდნენ კაც ხმარობდნენ და კიო და ის კაცი რას ვიშვებითო აი ეს კივილი დარჩებად გულში სამუდამოდ მაგათ და ის ყავარჯნიანი კაცი 18 წელიწადი მიცეს იმას წაიყვანეს ზუგდიდში დაალევინეს ვიაგრა და მოიყვანეს უკან და აი ეს ადამიანები ვინც რუსთაველზე ევროპის მცველები არიან ამათი დაბრუნება უნდათ და არავინ არ მითხრას რომ არიციან და არაფერ შუაში არ ჩვენ ნაცები არ გვინდა აბა ვინ გინდათ ჩვენ და საუბედუროთ შემოგია საქართველოში აქეთ არის ქართული ოცნება აქეთ არის ნაციონალური მოძრაობა და მორჩა მეტი არანაირი პოლიტიკური ძალა საქართველოში არ არის ამიტომ ნებისმიერ არჩევნებში ან ესენი გაიმარჯვებენ ან ისინი გაიმარჯვებენ მაგრამ ისინი ვერ გაიმარჯვებენ სანამ თუნდაც მე და შენ ვარ ცოცხლები აი სანამ მე და შენ ცოცხლები ვიქნებით ორი აღარ ვლაპარაკობ იმ არმიაზე იმ 1,200,000 კაცზე და კიდე მეძზე ვერასოდეს ვერ გაიმარჯვებენ ისინი და ვერასოდეს ხელისუფლებაში ვერ დაბრუნდებიან და ეგ ძალიან კარგად იციან ამიტომ არის მოხვეჭაზე რა გააგიჟდნენ ეს კანონი რომ მივიღეთ იმიტომ რომ აი ახლა ჰაკერებმა გატეხეს NDI-ის საიტი USAID-ის უკაცრავ საიტი და აღმოჩნდა რომ $30 მილიონი სამ პროგრამაზე საქართველოში შავად და ეს რო ესეა ამას ადასტურებს მეორე მხრიდან მე რო ქონდა სასამართლო ეს კაპიტანი გიგაური რო არის სულ და უკანალ გაყიდული აბსოლუტურად თავიდან ბოლომდე სამარცხვინო კაც ხალი რა 7 ნოემბრის ჯალათები რო დააჯილდოა იმის გამო რომ სისხლში ჩაახშეს ქართველი ხალხის ნება და თავისუფლება და ამაში კი კაპიტნის წოდება რიგარეშე მიიღო ამის გამო რომ მე ეს თქვი სასამართლოში მიჩივლა ყველა ინსტანციაში წააგო მაგრამ იმ სასამართლოში ჩემმა ადვოკატმა მოიტანა წერილი 4 წლის წინ მოიტანა საბუთი სადაც ეწერა რომ $19 მილიონი ქონდა მიღებული რა შეხარჯავს $19 მილიონი გამჭირვალეობა საქართველოს რას აკეთებენ იმიტომ ესე რომ იხოკავენ ყველაფერს ეგა იმიტოა წერენ ხო წერენ მე სხვა არაფერს სუტყვილებს წერენ მაგრამ მაინც აი მაგაშია საქმე ამიტომ ამოხდნენ შარლიდან ამიტომ ამოხდა ეს გარყვნილი ევროკავშირის ის ბიუროკრატია და ეს ევროსაბჭო ამიტომ ამოხდნენ რომ მიხვდნენ რომ ეხლა აქაც გასკდება ეს 30 მილიონი აქ რომ მოვიდა უკან რამდენი წავიდა იცი გეტყვი რამდენი წავიდა ეგ იმან თქვა რა ქვია ზელენსკიმ თქვა რამდენი წავიდა რომ $177 მილიარდი გამოუყვესო უკრაინას და უკრაინაში ნახევარი ჩამოვიდაო და მეორე ნახევარი სად არისო აი სადაც არის იქ არის კორუფციაო ეგ ზელენსკის სიტყვებია ხო და მე ვეუბნებოდიო რომ ჩემი თვითმფრინავებით წამოვიღებო რა ამ შეიარაღებოს არა შენია ჩემი თვითმფრინავებით იმიტომ რომ ეს ფული სულ უკან უნდა დაბრუნდეს გაიგე? რა ქნეს უკრაინაში წარმოვიდა? ამას ხო ჩვენ არ ვიძახით. ამას იძახის ტრამპი, ამას იძახის რუბიო, ამას იძახის მასკი, ხო? ჩვენ ხო მაგას ჩვენ ამას დიდი ხანია ვიძახით, მაგრამ ვინ გისვენს? არ უნდათ და იმიტომ რა არის ის ლანა ღოღობერიძემ სიმართლე რა არის? ძალიან კარგად იცის. ძალიან კარგად იცის. ჯორჯაძემაც იცის, მაგრამ ეს არის რა, აი გაიგე შენო, რო ყველგან უნდათ რომ აღარ მორჩა მაგათი, აღარ გაძღა. ვეღარ გაძღნენ, გაიგე შენა. წარმოიდგინე, რა თქვა ნანა ჯორჯაძემ, რომ ეს ჭიჭინაძე რო დაიჭირეს, ხო? ეგო იმანო რა ქვია, ნიჭიერი კაცი რო იყო, კინოცენტრმაო ჩააწყო მაგის დაჭერაო და თავმოყვარეობა ხომ უნდა გქონდეს. აი ამდენი მაინც რა. ეხა პლაგიატორი რო ხარა, შენ ცხოვრებაში არაფერი არ გაგიკეთებია, ყველა ფილმი რო შენმა ყოფილმა ხმარმა გაგიკეთა, მე ვარ ამის მოწმე, ირაკლი კვირიკაძემ გადაიღო სცენარი დაწერა, დაამონტაჟა და გააკეთა და შენ მხოლოდ ამოდგარი იყავი და ორდენებს იღებდი, ხო? თავმოყვარეობის ნასახი ხო უნდა გქონდეს. აი ამდენი მაინც. არ გიცნობდეთ მაინც ვინ ახარ. Я люблю тебя, Москва, ხო?
შენ წარმოიდგინე რომ ლიდერების სათავეში იმით ბუხ მოდის ხო თვითონ ჰაერში ისროდა და თავისი დისშვილია ის ჭიჭინაძე ლიაკა ხოშტარიასი დეიდას შვილი სად არის რატო არ იცავს ლიაკა იქ მაგის ჩვენებით არის ჭიჭინაძე დაჭერილი და მე ერთი რამე მაინტერესებს იცი 9000 პატიმარია საქართველოში ხო ეხა მსახიობი რო არის მაგის დაჭერა არ შეიძლება კრიმინალი რო და ექიმის შეიძლება ინჟინრის იმისი მეცხვარის თუ ვიღაცა რა იმათ შეიძლება რახა მსახიობია იმიტომ არ შეიძლება ან ეს რო არის რა ქვია ის რო გამოგვიცხადა ჯიხადი ისენი სახელოვნებო ჯიხადი დოი რო გამოგვიცხადა ჩემ ფილმში არის ხათაშორის ძალიან საინტერესო როლი აქვს მაგას ერთ-ერთი არის რა ეხა ჯიხადი გამოგვიცხადა დოიმ მილიონ 800,000 ის დაფინანსება სახელმწიფო და 0 გაცემა ხო იმაში მუსკომედიას გადაარქვა ახალი სახელი დაარქვეს ვასო აბაშიძემ რა დააშავა ვასო აბაშიძე ერთი მთელი იმ დასის ნიჭის გადა იმას იზავს მთელი იმ დასის ნიჭს რა ხო ვიცით ვინ არიან ერთი მაგათი ხელოვნება ვინმე სად ვისუნახია სად უნახია ხელოვანები არიან 520 ხელოვანმა მოაწერა ხელი კინოცენტრის წინააღმდეგ 520 ხელოვანი იმაში ჰოლივუდში არ არის და საქართველოში ერთი მე მკითხე რა ხო მეც ხო კინოში ვარ ცოტა მართალია ხელოვანი ვერა ვარ როგორც ისენი მაგრამ ნუ რაღაცა ვარ მე ვინ არიან არ ვიცი რა აქვს გაკეთებული უკანასკნელი 20 წლის განმავლობაში ქართული კინო ხელოვნება ვინმე მითხრას იქნება რა მე ვეტყვი ქართულ ხელოვნებას კინოს ელდარ შენგელაიას ოთარ იოსელიანს მანაგაძეს აიგე ვეტყვი ზუსტად დიდი მწვანეველი მერაბ გოგოჩაშვილის აი ვეტყვი ხელოვნება რა არის და ამათი ხელოვნება მაჩვენე ერთი რა იჭუჭუმელაშვილის იმებზე ფესტივალებზე რო პრიზებს იღებენ მხოლოდ იმისთვის რომ საკუთარი ქვეყნის ღირსებას ფეხ გადაუსვა რომ ცუდები ვარ მორფინისტები იმის მიმცემები და ეგ არის ერთადერთი რასაც გიფასებენ დღეს იმიტომ სოფლიო კინო არის კრიზისში სასწაულში ვაფშე რა დღეში არიან ხო ხედავთ ჩვენ რა იქ ვინ იღებს პრიზებს და რაზებს იღებს და როგორ იღებს ხო გადაღება თუ არ ვიცი აქტმა ხო ვიცი იმ კინოსი ხო აი ეგ არის რეალობა დღეს და ამ რეალობის უკან ვინ დგას ბოროტება დგას აი ეს სიბნელე ხო აი სოროსები რა ხო ეს აი განსახიერება აი თუ გინდა წარმოიდგინო აი როგორი იქნება ის ვინც დაგხვდება იქ და განжვის ისიც განжვის ესიც აი სოროსი დაგხვდება იქ რა აი ამ ხელარქებით და ჩლიკებით ხო ჩვენ ხო ვიცით ხო და მე ერთხელ და სამუდამოდ ხო რაღაცა დაბიჯები გადაიდგა სათუზანაც აიგრძალოს ეს სოროსის ფონდი ახლა და მაგისკენ მივდივარ გია მაგიტომ ვერ აგიტანეს შენ წარმოიდგინე რა რომ მე აი გეფიცე მაგეთ მინდოდა დამეწყო რა ოღონდ შენ შესავალი მე ვარ ბედნიერია მე ვიცი ისთვის დავებადე მე მოვესწარე იმას რასაც თაობები საუკუნეები ვერ მოესწრო საქართველოს სახელმწიფო და მოსახლეობა ჩვენი წინაპრები ღირსეული დამოუკიდებელი და სუვერენელი ქვეყნის შვილი ვარ რა რომელიც ყველას ეუბნება იცი რა ჯიხადი გამოგვიცხადა ამ ევროატლანტიკურმა ეგრეთ წოდებულმა ჯიხადი გამოგვიცხადეს რა აი ღია ერთხელ ჩვენ ასე ვთქვათ ისტორიაში დავითმა აჯობა ჯიხადს და მეორე ჩვენ ვაჯობეთ ახლა და ხალხისთვის რა გაუკეთებიათ 70 წლის განმავლობაში საერთოდ აი მე მაგას გეუბნები რომ წარმოიდგინე რა წნეხს გაუძელით რას გაუძელით ბიჭო ბაიდენის ადმინისტრაცია და ეს ევროს კავშირი ერთად გვაწებოდა და ვერაფერი ვერ ვიქნეს მოუგეთ გია ეხა ეს დარჩა მარტო და რა ვინ დარჩა ვიღანა ევროს კავშირი დარჩა თავში გვაუხლიათ ევროს კავშირი თავის თავს მიხედოს ის ევროს კავშირს მომავალი არ აქვს მომავალი 6 ჯერ მეტ გაზს ყიდულობენ რუსეთიდან ვიდრე ყიდულობენ ომამდე ვის ატყუებენ ესენი ვის ატყუებენ დღეს ხო არაფერი არ იკამალება თუ გინდა რომ სიმართლე იცოდე გეცოდინება არ გინდა ნუ გინდა იჯექი სიბნელეში იარე რუსთაველზე იქით აქეთ ბადრი ჯაფარიძესთან ერთად მარჯანიშვილის მეტროსთან დადექით და ამოდით რუსთაველზე როგორც პროქტოლოგები
ხო, ისე ჭირდებათ მაგათ პროქტოლოგები სერიოზულად. მე ვფიქრობ, რომ დიდი ხანია ეს მარში უნდა ჩატარდეს და იქნებ მე იქ მიხედონ იქაურობას რა. მე დადგებიან იქ და იქიდან წამოვლენ. მე იქ და ერთ და იგივე ხალხია, კადრებს ხო უყურებთ. ერთი და იგივე ხალხი. დინამიკა შენ მაინც კარგად იცი და მე კარგად ვიცი, ხო? 5 წელიწადი ქუჩაში ვიდექით, რომ რა აქცია არ მოგვიწყვია, რა არ გაგვიკეთებია. ერთი ფოთოლი არ ჩამოცვენილა. ერთი ძალადობის აქცია არ მოგვიწყვია არასოდეს არავის წინააღმდეგ. და ისიც ხო ვიცით ამის ორგანიზება როგორ ხდება. ისიც ხო ვიცი დინამიკა რა არის, რომ ეს ასე ვთქვათ, შენ რა მოთხოვნებსაც აყენებ, ამას მხარდაჭერა საზოგადოებრივი აქვს თუ არა. 750.000-მა კაცმა მიცა ხმა, უფრო მეტმაც მე მგონი, ნაციონალურ მოძრაობას აი ამ ერთობლივს. მაქსიმალური აი ამ 28 ნოემბრიდან მოყოლებული 10,000 კაცის მეტი ქუჩაში არ გამოუყვანიათ. საშუალოდ, ეხლა ბოლოს ხო ვაფშე 200-300-400 კაცი დგას, მაგრამ საშუალოდ 1000-1500 კაცი დგას. ეს არის მათი აქტივი. ერთი კაცი არ ემატება. რატო იცი? იმიტომ რომ ის 750.000 კაცსაც, რასაც ესენი აკეთებენ, არ მოწონს. შეიძლება შენ არ მოწონ ხარ, მე არ მოწონ ვარ, ბიძინა არ მოწონს და ასე შემდეგ, მაგრამ ისიც არ მოწონს. იმას არ ეთანხმება, თორე ხო გამოვიდოდნენ. პროტესტი რო ყოფილიყო ხალხის სახელით ლაპარაკობს ფიშერი, ბიჭო, თავის ხალხის სახელით ვერ ლაპარაკობენ ესენი უკვე გერმანიაში ფიშერები და ისინი და ქართველი ხალხის სახელით. გონჩარენკო ლაპარაკობს ქართველი ხალხის სახელით. წარმოიდგინეთ, გადაბუგეს ქვეყანა საკუთარი მიწასთან გაასწორეს და ქართველი ხალხის სახელით ლაპარაკობენ და ვისი სახელით ლაპარაკობ, ვინც არ გამოდის, ვინც არ გეთანხმება, ვინც არანაირად არ არის მონაწილე აი ამ სიბნელის, ხო? იმას რო წვავ, საშობაო ნაძვის ხის ქვეშ, რომ ქრისტეს გამოსახულებიან კუბოს რო დაწვავ, რომელშიც ცოცხალი ადამიანის ბიტულია მჩხიბავების მიერ ნემსებით და იმას რო დაწვავ და იმას რო ტაჟდა უკრავ. და იმით რო ახთოვანდები. და მე ჭრელკაბაში წერებიანი კაცი რო დატრიალდება იქ ცეკვაში და ეგ რო აგახთოვანებს, ხო? და იმას რო იმღერებ, რა ქვია, იმის შობის სიმღერას და კაცებს რო თავზე ქუდები ახურავთ და ქალებს რო თავსაბურავი არა, ვის ატყუებთ? თქვენ ფარისევლებო თქვენა. დიდიან პატარიანა ვინც იქ ახარ. ვინ არის პოლიტპატიმარი ბიჭო? ვინ არის პოლიტპატიმარი? იმას რო ისროდა, მოლოტოვის კოქტეილებს რო ისრის პოლიციას, ქვებს და იმეებს და რო ანგრევს იმის რა ქვია იმის შენობას პარლამენტის პოლიტპატიმრები არიან და მოლაშვილის პოლიტპატიმარი იყო პოლიტპატიმრები არიან და ეს რა ქვია ეს ბათიაშვილის პოლიტპატიმარი ეს სიცრუის ბელადი სიცრუის აგიტატორი მთელი თავისი მოღვაწეობის ნეტგაზეტის და ბათუმელების ეს ამაღლობელი ეს არის სინდისის პატიმარი ეს არის სინდისის პატიმარი იმათთვის ვისაც სინდისი არა აქვს არიციან ვაფშე სინდისი არა თუ არა აქვს არც იციან სინდისი რა არის იმიტომ რომ ისევ ვიმეორებ სინდისის პატიმრები 20 წელი 1000 წელი ჯურღმულებში გულაგების იჯდნენ და მაგის სიმბოლო არის მერაბ კოსტავა და შენ რა გინდა მითხრა რომ ძია ამაღლობელი და მერაბ კოსტავა ათანაბრებ ერთმანეთთან შეუსინდისო ვიღაცა ხარ ან ვის დააჯერებ შენ ამას სხვა საქმეა რომ ქალია და გასაგებია და რაღაცა ჰუმანურობის ელემენტი არსებობს და შიმშილობს და ნუ შიმშილობს რატო შიმშილობს გარეთ გამოსვლა უნდა მეტი ხო არაფერი იმიტომ შიმშილობს რომ გარეთ იქნება გამოხდეს გარეთ უთხრეს მიდი დაიწყე და იქ გამ ბელგია ესტონეთი ის გამოდიან და იძახიან გამოუშვით და როგორ გამოუშვით პოლიციას ხელი დაარტყა პოლიციას დაარტყა რას საფუძველს წესრიგის ქვეყანაში ხელი გაარტყა ეს რომ ამას რომ გამოუშვებ მეორეც ხო გაარტყავს იმას რომ გამოუშვებს ისიც ხო დაწვავს იმიტომ რატომ არის რომ იმიტომ რომ ამ ქაჯუნამ ის რომ ევროდემოკრატი როგორია თავისთავად სალომე ხო გამოუშვა ის რა ერქვა იმას იმებით რო დადეს თვალებ დახატული რა ქვია იმას რა ცეცხლის მფრქვეველი რო იყო რო შეიწყალა ის რა ქვია ის ბერძენი ლაზარე გრიგორიადის იმიტომ არიან რომ დაინახეს რომ მოსულა მოლოტოვის დაამწვარანეს პოლიციელები კაცო დაამწვარანეს პოლიციელები ხო ეს აი დანა ჯორჯაძეს და ღალანა ღოვებერიძის დაამწვარანეს პოლიციელები კაცო ესენი არიან ხელოვანები აქეთ ვინც არიან ესენი არის ხალხითო ისენი ხო ხალხი არ არის ისენი უნდა დაიწვან ცოცხლად კაცო ვინ არიან ისენი
არც ვიცით ჩვენ, იხსოვს ჩვენი ნაწილი არ არის, ჩვენი შვილები, ჩვენი ძმები, ჩვენი მამები, ჩვენი მეგობრები, ვახო გომელაური, ერთი ვახო გომელაური, აი ამ გუნდს და ვაჟა სირაძე, ვინც არიან მთელი ეს ერთად რო შეყაროს უყველანი, ეს ორი კაცი თითო აჯობებს მაგათ ღირსებით, კაცობით, ვაჟკაცობით, ერის სიყვარულით, რითიც გინდა. ვახო გომელაური, ეგეთი წესიერი კაცი. გია, დედა, აი გეფიცები რა, ძალიან იშვიათად მინახია რა, კარგად ვიცნობ დიდი ხანია რა. ეგეთი ღირსეული და წესიერი კაცი ძალიან ცოტა მინახია, ხო? ეხლა კივიან რო იქ აღმოაჩინეს, გამოდის ვიღაცა ჯერ სისტემას რო უღალატებ, შენ მეგობრებს რო უღალატებ, შენ თანამებრძოლებს რო უღალატებ, რას წარმოადგენ, ხო, იპოვეს იქ ვიღაცა ფორმულაზე გამოდის და ივნისში გამოყენებული იყო ლეტალური ტყვიები, რომელმაც დახოცა ხა იქ მაშინ და აგერ არა ყავს გახარია, თუ ვინმე გამოიყენა ეგ გახარია. ესე იგი როგორი ვინ უნდა იყოს საერთოდ რა, მაშინ მახსოვს პირველად გავგიჟდი რომ დავინახე, ხო? რკინის ჭიშკარი ხო არის პარლამენტის, რომელიც იკეტება და იმას ვერ დაანგრევ. იმის წინ დააყენა ერთი მწკრივი პოლიციელები და კარები ჩაკეტა. აქ დგას 10,000 კაცი. და რატო დააყენე აქ? რატო დააყენე? დაგეყენებინა იმის იქით, ხო? ერთადერთი ამოცანა რა იყო? იმ შენობის დაცვა, ხო? იმიტომ რომ ეს არის სიმბოლო, პარლამენტის შენობა, იქ არ უნდა შეუშვა ეს ბარბაროსები, ბუნებრივია, მაგრამ რატო დააყენე აქეთ? რატო მიეცი საშუალება რომ დაემტრიათ, დაენგრიათ, გამოეთრიათ, ისინი ჩაედა, ისინი რატო? ეს რატო გააკეთე? ეხო სპეციალურად გააკეთე შენ, ხო? ეხო შემთხვევითი არ შეიძლება იყოს სამხელას შინაგან საქმეთა მინისტრი ხარ, ამდენი ისინი ყავს, ხო, გითხრეს? მე გითხარი, სხვებს რო თავი და იქ ხალხი რამ დაგაყენებინა? იმის შეგეყვანა შიგნით რა. არა, მაგისტვის იყო დაყენებული. ეხლა სად არის? აი იქ არის. ვინც ეს დავალება მიცა, იმათ ემსახურება დღესაც. ხო? რატო არ ყვება რა მოხდა ბათუმში? ხო ნახეთ სულ ყველამ. ჩასაფრება მოუწყო ბიზინა ივანიშვილმა ჩასაფრება მოუწყო ბათუმში. ხო წარმოგიდგენია და ამ ჩასაფრებაში მაინც და მაინც პარლამენტის წევრი გააგზავნა. სამხარაძე. ხო იასნია რა, ნუ შემს ვინა სამხარაძე გააგზავნა ჩასაფრება, რომ ის რა ქვია, აბაროტი აუღო. ბიზინამ და სამხარაძე რაღა სამხარაძე გააგზავნა და რაღა შერატონის შესასვლელში გააკეთეს ეს პოეში. იქ ქუჩაში არ დადიოდა სადმე, ან მაგის მოხელთება შეუძლებელია. მაგრამ სინდის რო გაყიდი და ნამუს რო გაყიდი, სულს რო გაყიდი, ერს რო გაყიდი და ყველაფერს რო გაყიდი, რაც აი ამ ქაჯუნამ გააკეთა პარიზელმა და რასაც ესენი აკეთებენ, ეს სალომე სამადაშვილი, ეს ხაზარაძე, ბადრი ჯაფარიძე იმ კელაპტრებით რო დადიოდნენ ეკლესიისკენ და მე ხელი რომ მოაწერეს, რომ როგორ LGBT აბარა, ეგ არის მომავალი. ოღონდ ჩვენი შვილების, მაგათი შვილების არა. ჩვენი შვილების, დანარჩენი საქართველოს შვილებმა ჩაიხადონ შარულები იარონ კაცო და აბა რა უნდა მაგათი შვილები არა, მაგათი შვილები იქით უნდა იყონ და რო არ გიშველის ეგა ვერც ეს კელაპტარი რო ვერ გიშველის და ვერც ეს ენა რო გამოგდებული. ჩვენ გავიმარჯვეთ არჩევნებში, გუშინ წინ განმოაცხადა ხაზარაძემ. ხაზარაძემ 10%-ით გაიმარჯვა არჩევნებში, წარმოიდგინე. ხო? 54 ქონდა იმას, რა ქვია, ქართულ ოცნებას, მაგას 10 და მაგან გაიმარჯვა. 54-ით 10 ყოფილა 10-ისკენ გამარჯვება და არა 50. ვის ატყუებთ? ვისთანა გაქვთ საქმე საერთოდ? კაი, ის რო კრეტინია ის ლორა ტორტონი გასაგებია. ის ვაფშე აქ აზზე არ არის და ეს ევროპელებიც, რა ევროპელები არიან, კი ხედავთ. აი ეს ევროპელები არიან, რა რომი რო დაანგრიეს თავის დროზე. რატომ მოისპო ბიზანტია? იმიტომ რომ ბიზანტიის იმპერატორმა თავის ცოლზე გამოაცხადა, რომ იმპერატორის ცოლი არის ეჭვს გარეშე. რომ უფლება არ აქვს მოსახლეობას ბიზანტიის რომ ეჭვი შეიტანოს წესიერებაში დედოფლის, რომელიც როსკიპად მუშაობდა, კი არ მუშაობდა, როსკიპად დადიოდა ბორდელებში და ეს იცოდა მთელმა კონსტანტინოპოლმა. და ეს ხმა რო გავცელდა ყველგან რომ დედოფალი როსკიპია, აი შეგიძლია მიხვიდე ბორდელში და როსკიპად დაგხვდება, მერე გამოაცხადა კანონი გამოუშვა, რომ ეჭვგარეშეა რა და კი მიიღეს სტამბოლი. იგივე დაემართა თამად. შეხედე აბა რა ხდება. მონაცემები არის, სტატისტიკა შეიძლება ცუდად გახდე რა. კარგავენ ყველაფერს საფრანგეთში, გერმანიაში, ხო? აი ამ აბსოლუტურად
ანტიადამიანური პოლიტიკით, რომელიც ამ deep state-დან მოდის, ხო? ამ მიგრაციების პოლიტიკამ, ნახე რა ხნა ბიჭო. ნახე რა ხნა, წარმოიდგინე რა ხდება იქა. შვედეთში მე ნამყოფი ვარ რამდენჯერმე გეტებორგის ფესტივალზე იმაში ყოფილი ვარ. ეს იყო 20 წლის, 25 წლის წინ, როცა მე აი მიწევდა სიარული, ეს იყო სიმშვიდის, წესრიგის, რაღაცის სიმბოლო, შვედეთი, ხო? შვედეთ სტოკჰოლმის პოლიციის უფროსი გამოდის აი 1-6 თვის წინ ტელევიზიით და მიმართავს სტოკჰოლმის მოსახლეობას და ეუბნება, რომ ქალბატონებო 9 საათის მერე ქუჩაში არ გამოხვიდეთო. სახიფათოა. აი ეს არის მიგრაციული პოლიტიკა, რომელიც აიძულეს და ვინ აფინანსებს იმ მიგრანტების იქიდან გემებით პარტია რო უშე ხო არ იცი ვინ აფინანსებს. ეხლა სიგიჟე, ნუ აი არ ვიცი რა აღარ ვიცი, აი წარმოიდგინე რა. საფრანგეთი, მაკრონის თავრობა 21% აქვს ხარდაჭერა. კატასტროფაა ვაფშე, სადიპო და სად არის ეხლა მე მგონი ისიც არა აქვს. მესამე მთავრობა ვერ დანიშნა, კრახით ამთავრებს საერთოდ თავის არსებობას და ეხლა აცხადებს ამ ფონზე, როდესაც ლეპენი მოუგებს, წარმოიდგინე რა დღეშია საფრანგეთი, რომ ლეპენი შეიძლება მოუგოს არჩევნები. ჯარს აგზავნის უკრაინაში, რუსებთან საომრად და გრენლანდიაში ამერიკასთან საომრად. ჯარი უნდა გავაგზავნოთ გრენლანდიაშიო. გრენლანდიაში რა უნდა ჯარს? ტრამპი იძახის, რომ გრენლანდია მე მინდა და ამათმა არა, მე ჩვენო დავიცავთ და ჯარს წარმოიდგინე. პანჩურით გამოაგდეს აფრიკიდან შუბით რო დარბიან და იმეები, ისრები და შუბით რო დარბიან იქ ამბოხებულები იმეებიდან, რა ქვია, აფრიკული ქვეყნებიდან პანჩურით გამოაგდეს იქ ფრანგული ჯარი იქიდან ამისი. და ეს უკრაინაში დავაყენებთო ჯარსო და იქაც გავაგზავნითო იმაშიო, რა ქვია, გრენლანდიაში. წარმოგიდგენია პოლიტიკური შიზოფრენია. ნუ პოლიტიკური შიზოფრენია არ თავდება გოგა, ეს ჩვენ ამბავებს თავდება ზუსტად. თავდება ალბათ ხო? თავდება, იმიტომ რომ სხვა გზა არ არის, იმიტომ რომ იშლება. ეს ეხლა მეორე რამე მითხრა. არა, იმიტომ რომ სამართალი არ არის, აი არა, რა სამართალი თქვა არ არის, სამართალს ვინ ჩივის? სამართალს ვინ ჩივის? სადა რა სამართალი? ტყილზე, თო ცილის წამება, კორუფცია, გაღწნა და გადაგვარება, ბიჭო. აი ამ ევროკავშირის 3 ქვეყნის პრეზიდენტი გათხოვილია, ბიჭო. ოჯახის დაცინდა და გათხოვდა. ეს წინასწარ შეწყალებული ფაუჩი და ეგ ცალკე თემაა საერთოდ. და ვაფშე მე თუ მკითხავ, ჩვენც უნდა გამოვიდეთ ჯანმოდან. არა, მე რას გეუბნები, იცი, აქ არის ერთი საკითხი, ხო? ვერც ერთი კავშირი ვერ შეიძლება რომ იყოს მიზანი. ეს არის საშუალება. ნებისმიერი კავშირი, პოლიტიკური კავშირები ისტორიას ახსოვს უთვალავი. და ხან იქით ვიყავით, ხან აქით ვიყავით, მონღოლებთან ერთად გვიომია, თურქებთან ერთად გვიომია, სპარსელებთან ერთად ავღანეთია, გიორგი სააკაძეს ქაბული აქვს აღებული და შემდეგ ასე რომ კოალიციებში, გაერთიანებებში, კავშირებში ბევრჯერ ვიყავით. მაგრამ კავშირი არ შეიძლება იყოს მიზანი, თვითმიზანი. კავშირი არის საშუალება. იყოს კანონში, იყო კანონის წესებში, იყო ღირსებაში, იყო თქვათ განვითარდე რაღაცა ცხოვრების დონე მაიწიოს, სიღარიბე დაძლეო და ასე შემდეგ. ეს არის გზა და არა მიზანი. ამათმა მიზნად აქციეს, ვით აქ თავისთვის და ევროპაში მიდიან, ხო? ოღონდ შიგ სად აღმოჩნდნენ ამ გზაში. ყველანი კარგად ხედავთ, იქ სიბნელია და ძალიან ცუდი ატმოსფეროა იქ სადაც აღმოჩნდნენ. იმიტომ გარყვნილია, ყარს იქაურობა. უილია ყველა. ყარს იქაურობა და მე ნახდათ არ მინდა იქ სადაც ყარს. იმიტომ რომ მე საქართველოში ძალიან კარგად ნიავია, აქეთ კავკასიონი, იქით თრიალეთი, აქეთ შავი ზღვა, კურორტები, შვენიერი და ეგ ვინ მიხვდა ამას, ვინც პრაგმატულად ცხოვრობს. ვინც მე-20 საუკუნე და 22 საუკუნე პრაგმატულად გაატარა. და ვინ არის ამის ყველაზე მაგარი მაგალითი? აბუ-დაბი. უდაბნოში აიღე კადრები 50-იანი წლების აბუ-დაბის და აიღე კადრები დღევანდელი. პრაგმატულად გამოიყენეს ყველაფერი და დღეს ამ პრაგმატულმა ხალხმა 2-3 დღის წინ განაცხადა, რომ ჩვენ ამ შვენიერ ქვეყანაში, ამ სამაგალითო ქვეყანაში 6 მილიარდ დოლარს ჩავდებთ. განვითარებაში. ისინი ხო უგვედავებოდნენ ამერიკის ელჩი და ისინი ჩვენ 6 მილიარდი იყო ჩადებული აი იმაში რომ 20,000 კაცია ქართველი ნამყოფი მათ მისიებში შენ რო ახსენე. და ქვეყანა დაღუპული და ბევრი დაღუპული, დასახიჩრებული და ასე შემდეგ. აი ამაში ჩადეს და მეორე რაში ჩადეს. აი ამ
მანქურთების მთელი თაობა გამოზარდეს აი იქ რო დგა. ეს ხომ მაგათი გამოზრდილი თაობაა. ეს ხომ ამ ილია უნებში და ამ ბენდუკიძის ინსტიტუტებში და იმეებში რა. ხო ვიცით ვინც ასწავლიან, ხო? იქ გამოზრდილი თაობაა, რომელმაც არ ღირსება იცის, არ წარსული იცის. ისიც კი, რაც აი ახლა ხანს იყო სულ, ხო? გვირგლიანი რომ მოკლეს, რა უქნეს ახლა სულხანი ახსენე და საერთოდ გდანის ციხეებში, იმეებში რა ხდებოდა? ეს ხო შავ ლაქად გაყვება, ამას ხო ვერ მოვირეცხავთ, რაც გდანის ციხეებში ხდებოდა. მე გეუბნები ისევ ამ დღეებში გავა აუცილებლად დილეგი უნდა ვაჩვენო რა. ეს არის აბსოლუტურად დოკუმენტურ მასალებზე გადაღებული ფილმი. არც ერთი ეპიზოდი იქ ჩემი მოგონილი არ არის. ყველაფერი არის რაც რეალურად იყო. ამას ხო ჩვენ ვერ მოვირეცხავთ, ხო? კაცების გაუპატიურება ციხეებში. მაგას ბოლშევიკები და ნაცისტები არ კადრულობდნენ. კი ბატონო, კლავდნენ 1000 და 6 მილიონი კაცი დაწვეს, სხვათა შორის ფიშერს მინდა გავახსენო, რომ 6 მილიონი კაცი დაწვით ებრაელი. შენ მე ღირსებას ნუ მასწავლი. შენ ნაცისტო შენა და ნაცისტის შვილიშვილო და შვილო. შენ მასწავლ, შენ ველაპარაკები ღირსებაზე და დემოკრატიაზე. 6 მილიონი ებრაელი დაწვით. აი ეხლა ხან მე მახსოვს. და ჰოლოკოსტი იმიტომ არის. შენ მელაპარაკები და მე აგერ კადრს გაჩვენე 1959 წელი ბრიუსელში ადამიანების ზოოპარკი და იქ ქალი დგას აქეთ ფონდერლაენი უჭირავს აქეთ ფოლკრამონი არიან 8-9 წლის და პურს აღწვდიან იმას რა ქვია ზანგბავშვს და თქვენ მელაპარაკებით მე ღირსებაზე და ევროპა და ის რა ქვია ღირებულებები რა ღირებულებები თქვენა გაქვთ თქვენი ღირებულებები არის ევროში ყველაფერი გაწერილი და ვნახეთ ეგერ იქ ჩანთებით ისინი ვიცე-პრეზიდენტები და ისინი უციხეში ყავთ ახლა, ხო? პრეზიდენტები ქვეყნების და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. რაზე ვის ველაპარაკებთ? კი ბატონო, გოგა, ძალიან დიდი მადლობა. მოკლედ მე მინდა დავამთავრო, რომ არანაირად საქართველოს და ქართველი ხალხი არ მოტყუდება, უმრავლესობა ქართველი ხალხის, იმიტომ რომ გენეტიკურად გვაქვს გამჯდარი ის რომ ის უმცირესობაც არ მოტყუდება, ის გაიყიდება. არ მოტყუდება. შენ ხო არ გონია მოტყუებულია ხაზარაძე. გაყიდულია. ხო, არა, მე კიდე იმ უფრო ახალგაზრდებზე ვიძახე, ვისაც ტვინები ცოტა გამოურეცხეს, მაგრამ არაუშავს. საქართველოს არის ყველასი, არის ერთი და ეს ადამიანების შესაბამისად ვინც ვერ აზროვნებს, ვერ ფიქრობს იმას, რა ბრძოლაში მონაწილეობს და ვის ეხმარება და როგორ ეხმარება, ისიც ალბათ თავის დროზე მოვა გონებაზე და კარგად დაუფიქრდება, ასაკიც თავისას შვება, რა თქმა უნდა, ძალიან მაგრად და მე ყოველ შემთხვევაში გონია, კი არა, ეს ესეა, რომ ის აქციელი, რაც ჩვენ ვიხილეთ ევროპის აი იმ კულუარებში, რასაც ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეა ქვია, ეს არის ქვეყნისთვის ზურგში დანის ჩარტყმა. და ის 13 კაცი მაინტერესებს კიდე ვინ არის, ვინც უარი თქვა აი ამ რეზოლუციაზე ხელის მოწერაზე. ძალიან მაინტერესებს ის პატიოსანი და კარგი ადამიანები ვინ არიან, ვინ თქვა და ვინ იყო სიმართლის მხარეს. აი ეს ჩემთვის ყველაზე უფრო მნიშვნელოვანია, იმიტომ რომ ყველამ ძალიან კარგად იცით, რაც ხდება საქართველოში, რა ძალებს უმკლავდებით და რა ძალები გვებრძვიან, მაგრამ არაუშავს, გავალთ წინ, ვივლით და მივალთ აუცილებლად აღთქმულ მიწამდე აუცილებლად. დიდი მადლობა ყურადღებისთვის. მომავალ შეხვედრამდე კარგად ბრძანდებოდეთ ნახვამდის. ძალიან სხვათა შორის ძალიან უცხოური ამბებით, ძალიან საინტერესო უცხოური ამბებით დაგემშვიდობებით. დიდი მადლობა, არ გადართოთ ნახვამდის. ცეცხლის შესახებ საუბრის ფონზე უკრაინაში ფრონტის ხაზი იშლება. ამის შესახებ ბრიტანულ გამოცემა ეკონომისტს უკრაინელმა სამხედროებმა განუცხადეს. ჩვენმა ერთ-ერთმა ტანკმა ფრონტის ხაზთან მიაღწია, თქვა კაპიტანმა ივან შეკაჩმა, უკრაინის 100-ე ბრიგადის ოფიცერმა, რომელიც იცავს ქალაქს. 10 თვითმფრინავი თავს დაესხა ტანკს და ცეცხლი წაუკიდეს. გამოცემა აღნიშნავს, რომ მობილიზაციისა და დეზერტირების პრობლემებმა უკრაინის რეზერვები მძიმედ დააზარალა. ჩვენ ყველანი ვცდილობთ შევცვალოთ ჩვენი დანაკარგები ბრძოლის ველზე, ამბობს პოლკოვნიკი პავლო ფედოსენკო, უკრაინული ტაქტიკური ჯგუფის მეთაური დონბასში.
ბრიგადები, რომლებიც დონბასში ფრონტის ხაზს ქმნიან, მუდმივად არასაკმარისია, ზეწოლისა და ბზარების ქვეშ არიან. ფრონტის ხაზი აგრძელებს უკან დახევას. ჩვენ აღარ გვაქვს ტაქტიკა გარდა ხვრელების ჩაკეტვისა, ამბობს ახლა უკვე გადამდგარი მეთაური, რომელიც სექტემბრამდე ხელმძღვანელობდა ბრიგადას, რომელიც იბრძოდა აღმოსავლეთ დონბასში. ჩვენ ქაოტურ არეულობაში ვყრით ბატალიონებს და ვიმედოვნებთ, რომ როგორმე შევაჩერებთ მას, წერია ეკონომისტის სტატიაში. ბრიტანეთის სამხედრო საჰაერო ძალების გადამდგარი ერთ-ერთი მეთაური სტივ ჯერემი გამოცემა Responsible თეთრკრიფთან ინტერვიუში ამბობს, რომ რუსული ჰიპერბგერითი რაკეტა ოროშნიკი სერიოზულ საფრთხეს წარმოადგენს ნატოს ქვეყნებისთვის. მისი თქმით, ალიანსს არ აქვს მისგან დაცვის ეფექტიანი საშუალებები. რაკეტა ოროშნიკი ისეთ სიჩქარეს ავითარებს, რომ შეუძლია სრულად გაანადგუროს ნებისმიერი სამხედრო ქარხანა, ასევე ნატოს საზღვაო, სახმელეთო და საჰაერო ბაზები, ამბობს ჯერემი. ის ვარაუდობს ასევე, რომ დასავლეთთან კონფლიქტის შემთხვევაში რუსეთი დიდი ალბათობით თავდასხმების კონცენტრაციას იმავე ობიექტებისკენ მიმართავს, რომლებიც უკვე ნადგურდება უკრაინაში, მათ შორის ენერგეტიკული ობიექტები, სამხედრო ბაზები და კრიტიკული ინფრასტრუქტურა. ტულსი გაბარდმა კანდიდატმა ამერიკის ეროვნული დაზვერის ხელმძღვანელის პოსტზე კაცრად გააკრიტიკა ამერიკელების ინტერვენცია ერაყში და მას ნაციონალური უსაფრთხოების თვალსაზრისით ყველაზე დიდი ჩავარდნა უწოდა. ამგვარი ჩავარდნის ყველაზე ცხადი მაგალითი გახდა ერაყში შეჭრა, სრულად გაყალბებული საბაბით. ამ კატასტროფულ გადაწყვეტილებას მოჰყვა 10,000 ამერიკელი ჯარისკაცის, მილიონი ადამიანის სიკვდილი ახლო აღმოსავლეთში, ასევე მასობრივი მიგრაცია, დესტაბილიზაცია, რომელმაც ძირი გამოუთხარა ჩვენი ევროპელი მოკავშირეების უსაფრთხოებას. გააჩინა ისლამური სახელმწიფო, გააძლიერა ალ-ქაიდა და სხვა ისლამისტური და ჯიჰადისტური დაჯგუფებები, განაცხადა მან სენატში მოსმენაზე მისი კანდიდატურის განხილვისას. მე გული მიწუხდება ჩვენი პოლიტიკოსებისგან, რომლებიც ისლამისტ ექსტრემისტებს ეკეკლუცებიან, თქვა გაბარდმა. მან თავისი პოზიცია გამოთქვა სირიაში ცოტა ხნის წინ განვითარებულ მოვლენებზე და ღიად დაადანაშაულა შეერთებული შტატები იმათთან თანამშრომლობაში, ვისაც ისინი თავად უწოდებდნენ ტერორისტებს. სლოვაკეთის პრემიერ-მინისტრმა რობერტ ფიცომ განაცხადა, რომ დაბლოკავს კიევისთვის ფინანსურ დახმარებას ევროსაბჭოში, თუ ზელენსკი არ განაახლებს გაზის ტრანზიტს უკრაინის გავლით. დაჟინებით მოვითხოვ, თუ ზელენსკი კვლავ არ დაიწყებს გაზის ტრანზიტს უკრაინის გავლით, არ აქვს მნიშვნელობა ეს სლოვაკური გაზი იქნება თუ სხვა და არ გაუშვებს გაზს სლოვაკეთში, მე გამოვიყენებ ჩემს უფლებას და ხმის მიცემას ევროსაბჭოში და ასევე გავაკეთებ, დავბლოკავ უკრაინის ფინანსურ დახმარებას, განაცხადა ფიცო. ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა მიანიშნა, რომ რუსეთის ლიდერს ვლადიმერ პუტინს ესაუბრა. ჟურნალისტებმა თეთრი სახლის ხელმძღვანელს კითხეს, განიხილა თუ არა ავიაკატასტროფა რუს კოლეგასთან. ამაზე დონალდ ტრამპმა უპასუხა, რომ ვაშინგტონში სამგზავრო თვითმფრინავთან დაკავშირებით არ უსაუბრია, სადაც რუსი მოციგურავები იმყოფებოდნენ. არა, ამის შესახებ არ გვისაუბრია, ასე უპასუხა კითხვას ესაუბრა თუ არა პუტინს. ბარაკ ობამას ყოფილ თანაშემწეს დიდ ბრიტანეთში 11 წლით და 5 თვით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს 9 წლის ბავშვის გაუპატეურების მცდელობისთვის. ამის შესახებ Nation Plus წერს. შაი ობამას ადმინისტრაციაში უფროსი მრჩეველი იყო. კონტრტერორიზმის საკითხებზე ორიენტირებული, გავრცელებული ინფორმაციით, მას ბრალი წაუყენეს 2024 წელს, მას შემდეგ, რაც დიდ ბრიტანეთში გაემგზავრა 9 წლის ბავშვის შესახვედრად სექსუალური კონტაქტის მიზნით. შაი დააკავეს და მის პარკში ბავშვთა სათამაშოები და პრეზერვატივი იპოვეს. ბავშვი, რომელთანაც ინტერნეტში ესაუბრებოდა, სინამდვილეში ფარული პოლიციელი იყო. შაი ასევე დამნაშავეცნეს ტელეფონზე ბავშვთა პორნოგრაფიასა და ტექსტური შეტყობინებების ფლობაში, რომლებიც აჩვენებდნენ მის სექსუალურ ინტერესს არასრულწლოვანთა მიმართ. ლუტონის სასამართლომ, რომელმაც სასჯელი გამოიტანა, უარყო დაცვის მხარის არგუმენტი, რომ სასამართლოს არ ჰქონდა იურისდიქცია, რადგან შეტყობინებები ამერიკიდან იყო გაგზავნილი. გამოცემა აღნიშნავს, რომ ეს არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც დიდ ბრიტანეთში მემარცხენე პოლიტიკოსებს ბრალსდებენ ბავშვთა სექსუალურ დანაშაულში. მსგავსი დანაშაულისთვის დააკავეს ქვეყნის მმართველი ლეიბორისტული პარტიის 50-ზე მეტი წევრი, მათ შორის არჩეული თანამდებობის პირები. მანამდე მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ შაი იყო სანდო ადამიანი და მუშაობდა თეთრ სახლში ამერიკის ყოფილ სახელმწიფო მდივნის ჰილარი კლინტონის დროსაც.
ამერიკის მთავრობის ეფექტიანობის დეპარტამენტმა, რომელსაც ილონ მასკი ხელმძღვანელობს, შესრულებული სამუშაოს შესახებ მოხსენება გააკეთა. აღნიშნულია, რომ სააგენტო დღეში $1 მილიარდ ზოგავს. ძირითადად არასაჭირო თანამდებობებზე ადამიანების დაქირავების შეწყვეტა, მრავალფეროვნების, თანასწორობისა და ინკლუზიის პოლიტიკისგან თავის დახსევა და უცხოური სუბიექტებისთვის არასწორი გადახდების შეწყვეტა. კარგი დასაწყისია, თუმცა ეს რიცხვი დღეში $3 მილიარდამდე უნდა გაიზარდოს, აცხადებენ დეპარტამენტში. შეგახსენებთ, რომ დეპარტამენტის მთავარი მიზანია სამთავრობო ბიუროკრატიის დემონტაჟი, ჭარბი რეგულაციების და უსარგებლო ხარჯების შემცირება და ფედერალური სააგენტოების რეკონსტრუქცია. გარდა ამისა, ილონ მასკი სამთავრობო ხარჯების შემცირების მომხრეა. გასულ თვეს გაკეთებულ განცხადებაში ის ამტკიცებდა, რომ ამერიკის შეერთებული შტატების ფედერალური მთავრობის $6 ტრილიონიანი ბიუჯეტი სულ მცირე $2 ტრილიონით შემცირება შესაძლებელია, ისე რომ არსებითად მნიშვნელოვანი სერვისები არ დაზარალდეს. ამერიკის სახელმწიფო მდივანმა მარკო რუბიომ განაცხადა, რომ რუსეთთან კონფლიქტის შედეგად უკრაინა 100 წლით უკან დაბრუნდა. უკრაინა 100 წლით უკან დააბრუნეს, მისი ენერგეტიკული სისტემა განადგურდა. ვიღაცამ უნდა გადაიხადოს ამ ყველაფრის აღსადგენად და რამდენმა უკრაინელმა დატოვა უკრაინა და ახლა სხვა ქვეყანაში ცხოვრობს. ისინი შეიძლება არასდროს დაბრუნდნენ და ეს არის ქვეყნის მომავალი და ის საფრთხეშია, თქვა სახელმწიფო მდივანმა ამერიკელ ჟურნალისტ მეგინ კელისთან ინტერვიუში. რუმინეთის პრეზიდენტობის კანდიდატმა კალინ ჯორჯესკუმ განაცხადა, რომ უკრაინას გამოგონილ სახელმწიფოდ თulis, რომელიც მალე მეზობლებს შორის გაიყოფა. პოლიტიკოსმა მომავალ მსოფლიო წესრიგზე ისაუბრა და მოსკოვსა და კიევს შორის კონფლიქტის დასრულების შემდეგ უკრაინის ტერიტორიების დაყოფა იწინასწარმეტყველა. ის ამტკიცებს, რომ სამყარო იცვლება და მასთან ერთად შეიცვლება საზღვრები. კითხვაზე მართლა შეერა თუ არა უკრაინის დაყოფის, კორჟესკუმ დადებითად უპასუხა. 100%-ით ასე იქნება. უკრაინა ფიქტიური სახელმწიფოა. ეს არის უკრაინის საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკა, აღნიშნა ჟორჟესკუმ. ილონ მასკი ნობელის მშვიდობის პრემიაზეა ნომინირებული სიტყვის თავისუფლებისა და მშვიდობის ხელშეწყობისთვის. ინფორმაცია სლოვენიელმა ევროპარლამენტარმა ბრანკო გრიმსმა დაადასტურა, რომელმაც ბიზნესმენის კანდიდატურას წარდგენის განაცხადი წარადგინა. წინადადება ილონ მასკს 2025 წლის ნობელის პრემიის მინიჭების შესახებ ადამიანის ფუნდამენტური სიტყვის თავისუფლების უფლებისა და შესაბამისად მშვიდობის მხარდაჭერისთვის წარმატებით იქნა წარდგენილი დღეს წერს გრიმსი სოციალურ მედიაში.